სრულდება 2025 წელიწადი, რომელიც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გამოდგა. ძალიან ბევრმა და დიდმა პოლიტიკურმა პროცესებმა ჩაიარა ჩვენს თვალწინ, რამაც პრაქტიკულად დაგვანახა მთელ საზოგადოებას, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში, რომ რისთვისაც ემზადებოდა სამყარო, განვითარდა ეს ისტორიული ლოგიკა, ანუ დაიწყო ძველი მსოფლიო წესრიგის გრევა და ჩამოშლა, რაც ასე იგი თვალსაჩინო გამოდგა ასე იგი ალიასკაზე ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემდგომ, მერე უკვე შეერთებული შტატების ახალი თავდაცვის სტრატეგია პრაქტიკულად დაადეკლარირა ეს პროცესი, რომ შტატები გადის ევროპული კონტინენტიდან და ესე იგი პრაქტიკულად ამერიკული სამხედრო დახმარების მიღმა რჩება ევროპა, ანუ ამერიკის უსაფრთხოების ქოლგას ჩამოშორდა ევროპული ბიუროკრატია და ამას დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია კიდევაც ევროპაში, რადგანაც აქამდე არსებული ევროპული კეთილდღეობა ემყარებოდა ამერიკულ უსაფრთხოებას და მის გარეშე დარჩენილი პრაქტიკულად ომში წინახაზე მყოფი ევროპა მოიცვა ამ ისტერიამ და აჟიოტაჟმა, თუმცა ბევრი კითხვები დატოვა ახალი მსოფლიო წესრიგის მშენებლობის პროცესმა, რაც ლოგიკურია, კითხვები იმის შესახებ თუ როგორ უნდა მიიღწეს მშვიდობა უკრაინაში და ამით მიიღწეს მშვიდობა ევროპის კონტინენტზე, როგორ იქნება თანამედროვე სამყარო და ასე შემდეგ. გამარჯობათ, ეს არის პოლიტიკის ეკო და სანამ ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემებზე, ვინც გვიყურებთ და გულშემატკივრობთ, ან ყოველ შემთხვევაში საინტერესოდ მიგაჩნიათ ჩვენი პლატფორმა, გთხოვთ რომ გამოგვიწეროთ და ამგვარად დაგვიჭიროთ მხარი ამ პროექტის განვითარების საქმეში. მოკლედ დღეს მინდა ვისაუბრო ბერლინარ ცაიტუნგში გამოქვეყნებულ ჯეფრი საქსის, ამერიკელი ეკონომისტის წერილზე, რომელიც არის გერმანიის კანცლერის მერცის მიმართვა და პრაქტიკულად ამ წერილში საქსი საუბრობს იმ მიზეზებზე, რამაც გამოიწვია ასე იგი ევროპაში ეს მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი და ასე იგი ძირეულ გეოპოლიტიკურ მიგნებებს აქვს ადგილი, რაზედაც პრაქტიკულად საქსი აქამდე საუბრობს საუბრობდა სხვადასხვა გადაცემებში თუ სტატიების მეშვეობით. მოკლედ რით არის მნიშვნელოვანი ეს წერილი? პირველ რიგში იმით, რომ გერმანია, როგორც ევროპის კონტინენტური ევროპის ცენტრალური სახელმწიფო, რომელიც მერცის ხელისუფლებაში ყოფნისას კიდევ უფრო მკვეთრად გადაიქცა პროუკრაინულ ესე იგი ძალის ცენტრად, ამ შემთხვევაში მხოლოდ ის არ იგულისხმება უკრაინის ხარდაჭერა, არამედ იგულისხმება ის, რომ ის აქტიურად ცდილობს მისი გაგებით ევროპული ღირებულებების დაცვას და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შენებლობას თავის კოლეგებთან ერთად, განსაკუთრებით საფრანგეთთან ერთად და მნიშვნელოვან ასე იგი მესიჯს აჟღერებს საქსი, რომ შეუძლებელია ვისაუბროთ უსაფრთხოების არქიტექტურის შენებლობაზე, თუ აქ არ არის გათვალისწინებული ორმხრივი ინტერესი, იმიტომ რომ უსაფრთხოება თავის თავში მოიცავს შეთანხმებას ორი მხარის მხრიდან, გარკვეულ კომპრომისებს და გარკვეული ტიპის რაღაცა ურთიერთსარგებელს, რაზეც უნდა დაშენდეს შემდეგ უკვე უსაფრთხო და სტაბილური პოლიტიკური გარემო. ამ შემთხვევაში მეც მიანიშნებენ იმის შესახებ, რომ შეუძლებელია შენ ისაუბრო ევროპის უსაფრთხოებაზე და არ გაითვალისწინო რუსეთის როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშის ინტერესები, მithumets იმ ფონზე, რომ თუ ვინმემ დაიწყო ძველი წესრიგის რევიზია და ძველი წესრიგის გრევა, პირველად ეს არის რუსეთი, რომელმაც ესე იგი შეიჭრა უკრაინაში და ამით პრაქტიკულად დაუდო სათავე თანამედროვე მსოფლიოს მშენებლობას. შესაბამისად, მის ინტერესის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია ვისაუბროთ რაღაც სტაბილურობის ჩამოყალიბებაზე და პოზიცია ის, რომ ესე იგი უსაფრთხო ევროპა ეს ნიშნავს დამარცხებულ რუსეთს, ამ რეალობაში წარმოუდგენელია, ჩვენ ხედავთ მაინც მასირებულ შეტევებს და მოცემულობას, რომ ის შეიძლება დიდი დანაკარგების, ესე იგი საერთაშორისო ზეწოლის ეკონომიკური სანქციების ქვეშ მაინც ახერხებს, როგორც პუტინმა განაცხადა სტრატეგიული ამოცანების გადაჭრას და მიიწევს ფრონტის ხაზზე,
მედგარი უკრაინელი ერის წინააღმდეგობის მიუხედავად და პრაქტიკულად როგორც ამას ანალიტიკოსები ამბობენ, მივდივართ იმ რაღაც წერტილზე, სადაც შეიძლება ესე იგი უკრაინული თავდაცვითი ფორტიფიკაციების ფრონტის ჩამოშლა გამოიწვიოს და ამის შემდგომ უკვე ძალიან ესე იგი რთული იქნება შეაჩერო რუსული აგრესია. საქსის ესე იგი ახსენებს გერმანიას მის გაერთიანების მომენტს და მის ლოგიკაში ის ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის ნებართვის გარეშე და საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ნების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა გერმანიის გაერთიანება. თქვენ გახსოვთ ეს ცნობილი კადრები, თქვენ ასევე გახსოვთ, ხო, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ შევარდნაძის მიმართ მადლიერების მთელი კამპანია, რომელიც დასავლეთში მიმდინარეობდა და უბრალოდ ეს მთელი ეპოპეა რაც პრაქტიკულად ადასტურებს იმას, რომ საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ნებით მოხდა მშვიდობიანი გაერთიანება. რა თქმა უნდა, ეს არნიშნავს იმას, რომ ადრე თუ გვიან ამ ზეწოლა საბჭოთა კავშირი ვერ გაუძლებდა ჩამოინგრეოდა და შემდეგ მოხდებოდა უეჭველად გერმანიის გაერთიანება, თუმცა ის რომ პროცესი უმტკინვეულო იყო და ის რომ პროცესი მშვიდობიანი განვითარდა თან იმ ფონზე რომ რაღაცნაირად საბჭოეთმა გამოხატა მზადყოფნა ამის შესახებ ეს არის უდაო და ისტორიული ჭეშმარიტება. შესაბამისად უკვე საქსი იწყებს აი ამ გაერთიანების შემდგომ არსებული მსოფლიოს განხილვას ამ წერილში და ნიშანდობლივია ის რომ ესე იგი გერმანიის გაერთიანებას მოჰყვა პირობა იმის არადაც მიუნხენის კონფერენციაზე საუბრობდა 2007 წელს პუტინი და პირობა რომელზედაც ახსენებენ მოსკოვიდან ევროპელებს და განსაკუთრებით ესე იგი ევროპის უსაფრთხოების გარანტორებს ამერიკელებს რაც გულისხმობდა იმას რომ არ მოხდებოდა ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის გაფართოება აღმოსავლეთით საუბარია ყოფილი ვარშავის ქვეყნების პაქტის ქვეყნებზე თუმცა რა თქმა უნდა ეს პირობა დაირღვა და დღეს უკვე დასავლეთის ესე იგი წარმოადგენლები საუბრობენ რომ არ არსებობს არანაირი რაღაცა იურიდიული ტიპის შეთანხმება რომელიც ამ პირობას ასახავდა თუმცა ეს პოლიტიკური ესე იგი манипуляციის საკითხია რადგანაც ამის შესახებ ესე იგი მუდმივად მიდიოდა საუბარი ამ თავის დროზე ორ დიდ პოლს შორის რასაც ერქვა საბჭოთა კავშირი და შეერთებული შტატები შესაბამისად ესე იგი ნატოს წევრი გახდა მთელი აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი ნაწილი ну გარდა რამდენიმე სახელმწიფოსა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბალტიისპირეთის გაერთიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბალტიისპირეთის შეყვანა ამ ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში რამაც პრაქტიკულად თავდაყირა დააყენა რუსული უსაფრთხოება და რუსული უსაფრთხოების სისტემები ну თქვენ ისიც გახსოვთ როცა პუტინი 2007 წელს გამოვიდა თქვა რომ ჩვენ ხახუმა განვაცხადეთ ნატოსთან ინტეგრაციაზე, თუმცა ნუ რეალურად ეს ინტეგრაციის პროცესი ჩაიშალა. რა თქმა უნდა, ხა არც რუსეთი იყო ზად ამისთვის და არც დასავლეთი, მთლიანად შემთხვევაში ნუ ნატოს ფუნქციას იკარგებოდა აზრი. საქსმა ასევე გაიხსენა ის, რომ 1999 წელს, როდესაც ყოფილი იუგოსლავიის კრიზისი დადგა, გერმანია იყო ერთ-ერთი, რომელმაც ნატოს ჯარებთან ერთად გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით განახორციელა სამხედრო ინტერვენცია სერბეთში და დაიბომბა კიდევაც ბელგრადი და ეს იყო საქსის აზრით მნიშვნელოვანი მომენტი და მნიშვნელოვანი მესიჯი იმისა, რომ მე ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და ორგანიზაცია ნატო უგუნებელყოფს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, უგუნებელყოფს ძველ მსოფლიო წესრიგის თამაშის წესებს და თუ აქამდე გაეროს უშიშროების საბჭო იყო რაღაცნაირად ასე იგი თამაშის წესების გამსაზღვრელი და ის კარნახობდა მსოფლიოს რომელი რეჟიმი ან რომელი პოლიტიკური წყობა იმსახურებდა იმას რომ მოხდარიყო ეს ჰუმანიტარული ტიპის ჩარევა, ანუ სამხედრო ინტერვენცია ამის გვერდის ავლით ნატო პრაქტიკულად გამოცხადა ასე იგი როგორც გაეროს სხვა წევრებს და განსაკუთრებით რა თქმა უნდა რუსეთს რომ დღეიდან ევროპის კონტინენტზე და მათ შორის მსოფლიოშიც იქნებოდა ერთადერთი ჰეგემონი ეს იქნებოდა შეერთებული შტატები და შესაბამისად ამ ჰეგემონიაში მისი პოლიტიკურ კავშირში ყოფილი სახელმწიფოები, ანუ პრაქტიკულად მან განაცხადა, რომ ის დაიწყებდა კარნახს იმისა თუ როგორი პოლიტიკური თამაშის წესები უნდა დამდგარიყო სოფლიოში, რაც
სხვათა შორის თავის დროზე რუსეთმა გააპროტესტა, თუმცა მაშინდელი რუსეთის არ იყო ის დონის, რომ ამაზე საპასუხო რეაგირება მოეხდინა. გარდამტეხი იყო 2002 წელი, როდესაც შეერთებული შტატები გამოვიდა ცალმხრივად ანტიბალისტიკური შეთანხმების დოკუმენტის შარჩოდან და ეს ხელშეკრულება, ანტიბალისტიკური ხელშეკრულება პრაქტიკულად 30 წლის მანძილზე განაპირობებდა სტაბილურობას, წარმოიდგინეთ ორი დაპირისპირებული პოლუსი, წინ არის რაღაცა, ასე იგი, ის წინა ისტორია, ეს არის ცივი ომის პერიოდი, როდესაც საბჭოთა კავშირი და შტატები ერთმანეთს ასე იგი პროქსი ომებში იწვევენ და მიდის კონფრონტაციის ამ კონფრონტაციაში ჩართულია მთელი მსოფლიო და შემდეგ იდება რაღაცა ტიპის ხელშეკრულება, რითაც ხდება პოზიციების დაახლოება და საფუძველი ეყრება აი ამ ცივი ომის დამთავრებას, ქმნის ერთგვარ რაღაცა სტრატეგიული მშვიდობის იურიდიულ ქვაკუთხედს და აქედან გამოდის უკვე 2002 წელს შეერთებული შტატები, რაც განაცხადია იმისა, რომ დამთავრდა, მე შენ აღარ განგიხილავ როგორც რაღაცა საფრთხის შემცველ სუბიექტს და არა მხოლოდ საფრთხის შემცველ, არამედ არ განგიხილავ სუბიექტს, რომლის ინტერესის გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიო პოლიტიკის დაგეგმარებაში. ესაბამისად, რუსეთში ეს აღქმული იქნა ისევ და ისევ, ასე იგი, საომალო საფრთხედ. მნიშვნელოვანი ის 2007 წელს, ასე იგი, პუტინმა მიუხედავად კონფერენციაზე, როგორც ვახსენე, ყველა ეს ასე იგი, ცალმხრივი მოქმედებები შეახსენა დასავლეთს და ამცნო სამყაროს იმის შესახებ, რომ დამთავრდა ეპოქა, როდესაც ასე იგი კრემლიდან მხოლოდ დუმილი ისმოდა ან რაღაცა ასე იგი პრეტენზიები იმისა, რომ მათი ინტერესების უგუნებელყოფით იცვლებოდა სამყარო და ყველას გავს ქმედებაზე რუსეთს ექნებოდა რეაქცია. ამას მოყვა ის, რომ კერ გაითვალისწინეს რაღაცნაირად რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები, არამედ პირიქით კიდევ უფრო გააძლიერეს დასავლეთმა ზეწოლის პოლიტიკა და 2008 წელს უკვე აღიარეს კოსოვო როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი და მათ შორის აღიარა გერმანიამაც და აი ამ ფაქტს ახსენებს საქსი გერმანიის დღევანდელ ადმინისტრაციას. ასევე ეხმიანება ბუქარესტის ცნობილ სამიტს, სადაც უკვე იურიდიულ დონეზე მოხდა დადასტურება, დეკლარირება იმისა, რომ ასე იგი უკრაინა და საქართველო გახდებოდნენ ნატოს წევრი ქვეყნები და ეს უკვე იყო წითელი ხაზი რუსეთისათვის. შესაძლოა რუსეთი არ ასე იგი იყო მზად ამისთვის, თუმცა თუ ვერ გაბედა პირობითად უკრაინის დასჯა 2008 წელს, გაბედა საქართველოს დასჯა და ჩვენ მივიღეთ სავალალო შედეგები, ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ამას მერე მოყვა ეკონომიკური კრიზისი, მოყვა შემდეგ უკვე სესხი, რომელიც აიღო ჩვენმა ხელისუფლებამ და ესე იგი 2008 წლის იარებს დღემდე ვიშუშებს და დღემდე ისეთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკურ გამოწვევის წინაშე გვაყენებს, რომელიც ესე იგი სრულად აღმოფხვრა უახლოეს მომავალში შეუძლებელია და ამას სჭირდება საკმაოდ დიდი დრო და პრაგმატული პოლიტიკა და ადამიანური რესურსი და მოკლედ ამ კუთხით როგორ იქნება ჩვენი მომავალი დღემდე ეს არის რა კითხვის ნიშნებს ტოვებს. ამას მერე უკვე მოყვა 2008 წლის მერე მივიღეთ მაიდანი და აქ მნიშვნელოვან ფაქტორზე საუბრობს 2014 წელს, როდესაც იანუკოვიჩის ხელისუფლება ასე იგი განიცდიდა ზეწოლას ადგილობრივი ოპოზიციისა, ესე რომ ვთქვათ და იმ რაღაცა პროდასალური ფრთისა უკრაინაში, გერმანია იყო ერთ-ერთი ინიციატორი სახელმწიფო, რომელმაც შეეძლო ის, რომ რაღაცნაირად შეთანხმებაზე წასულიყო იანუკოვიჩი და ოპოზიცია, თუმცა რამდენიმე საათში მოყვა ამას შტურმი უკვე და იანუკოვიჩის ხელისუფლება და დაემხო და მოვიდა უკრაინაში ახალი ძალა პოლიტიკური, რომლის ლეგიტიმაციაც უსწრაფესად აღიარა გერმანიამ. პრაქტიკულად ამით ხაზი გაუსვა საქსმა თავის წელში იმას, რომ ის რაღაცა იმედი იმისა, რომ უკრაინაში არ მოხდებოდა დასავლეთისა და რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების გადაკვეთა, რაც მომავალში საფუძველს დაუდევდა შეიარაღებულ კონფლიქტს, პრაქტიკულად ეს ხელიდან გაუშვა დასავლეთმა
და მიიღეს უკრაინაში ხელისუფლება, რომელიც უკვე მკვეთრად დაუპირისპირდა რუსეთს, ამას მოყვა ყირიმის ანექსია, შემდეგ უკვე დონეცკისა და ლუგანსკში ეს ტერიტორიული ინტერვენცია და ბოლოს უკვე მივიღეთ ეს მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი. შესაბამისად, რაში ხედავს საქსი გამოსავალს, ამ წელს რომ მივყვეთ და პრაქტიკულად არა მხოლოდ საქსი მხოლოდ თავისი მოსაზრებებით არ არის პოპულარული, ის ასევე ასახავს გარკვეულწილად იმ პრაგმატული ექსპერტების შეხედულებებს, რომელთა ესე იგი ნააზრევიც დღითი დღე უფრო მეტად აისახება რეალობაში. ის მიიჩნევს იმას, რომ თუ გერმანიას როგორც ცენტრალური ევროპის სახელმწიფოს, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ევრობიუროკრატიის პოლიტიკას, სურს მშვიდობის მიღწევა უკრაინაში და ზოგადად ევროპული უსაფრთხოების გადარჩენა, აუცილებელია ამ პროცესში პირველ რიგში უარი თქვას რუსული გაყინული აქტივების გამოყენებაზე, რაც იქნებოდა ნაბიჯი იმისა, რომ დაიწყოს დიალოგი ურთიერთ ინტერესების გათვალისწინებაზე და გარკვეული უსაფრთხოების კონცეფციის ჩამოყალიბებაზე. მეორე, დაიწყოს მოლაპარაკებები ეკონომიკურ ინტეგრაციაზე და ან რუსული ბაზრის დაბრუნებაზე ევროპულ სივრცეში და ეს აღნიშნავს კაპიტულაციას, როგორც ამას საქსიაოს, ეს აღნიშნავს პრაგმატულ პოლიტიკას, იმიტომ რომ წარმოუდგენელია საუბრობ ევროპის უსაფრთხოებაზე და არ გაითვალისწინო ისეთი გლობალური მოთამაშის ინტერესები, როგორც არის რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად, ის ფიქრობს ყველა ნორმატიული აქტის აღდგენაზე, რომელიც ქმნიდა ევროპასა და რუსეთს შორის უსაფრთხოების გარანტიებს. ის ისევე საუბრობს საფრანგეთის როლზე, რომ საფრანგეთს შეუძლია, რა თქმა უნდა, გააგრძელოს მისი ამ ბირთვული პოტენციალის განვითარება, რომელიც უნდა გახდეს რაღაცნაირად ევროპული უსაფრთხოების ქოლგა, ოღონდ წმინდა თავდაცვითი ინტერესების გათვალისწინებით და უნდა დაფიქსირდეს რაღაცა ეს იმპერიალისტური შეხედულებები და რაც მთავარია, საქსი გარკვეულწილად ეხმიანება ამ თავდაცვითი უსაფრთხოების სახალხო შეერთებული შტატებისა, რომ ის გადის ევროპის კონტინენტიდან და ესე იგი ეხმიანება იმით, რომ აჟღერეს მოსაზრებას, რომ ევროპა უნდა დაუბრუნდეს პირწმინდად ევროპული ტიპის უსაფრთხოების ესე იგი ინსტიტუციას, ეს არის EUTO და უარი უნდა თქვას რაღაცა ნატოს გეოპოლიტიკურ ინტერესებზე, თან იმ კუთხით, რომ თუ პირობითად ესე იგი ევროპა რჩება მის იმედად, ეს ნიშნავს იმას, რომ ნატოის პრაქტიკულად იშლება კიდევაც, იმიტომ რომ შეერთებული შტატები მკაცრად ავწნობს სოფლიოს, რომ მას აქვს მისი ეროვნული ინტერესი და ის ინტერესი აღარ არის დაკავშირებული ევროპასთან და მას აქვს მისი გეოპოლიტიკური გამოწვევა ჩინეთი და მისახედი აქვს, მოკლედ იქით სამყაროსთვის. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ამ კვირაში ვიხილეთ ის, რომ გააქტიურდა გრენლანდიის საკითხი და წარმოიდგინეთ ნატოს წევრ ქვეყანას შეერთებული შტატები ესე იგი აიძულებს პრაქტიკულად ზეწოლას ახორციელებს, რომ დათმოს მისი ტერიტორია, რადგან ასე სჭირდება ამერიკულ უსაფრთხოებას. შესაბამისად, საქსი ესე იგი რეკომენდაციას გასცემს, ესე ვთქვათ, გერმანიის ხელისუფლების მიმართ, რომ მათ შექმნან ევროპული გეოპოლიტიკურ ინტერესებზე დაფუძნებული რაღაცა ტიპის ერთობა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ეს არ იქნება უსაფრთხოება ნანაკარნახევი ოკეანის მიღმა. ამ წერილის ფონზე საინტერესოა, რა თქმა უნდა, ქართული გამოწვევები და პასუხი ჩემი აზრით ცალსახაა. ამ პროცესში შეუძლებელია ვიყოთ რაღაცა ძველი ტიპის იდეოლოგიის იმედად, რადგანაც ჩვენ უყურებთ როგორ ხდება ჩამოშლა ამ ძველი წესრიგისა, ჩამოშლა ამ ძველი ბიუროკრატიისა და პრაქტიკულად წყალი აქვს შეშეყენებული და ყველა ის რაღაცნაირი ესე იგი მესიჯი, რომელიც ისმის აი ამ ძველი წესრიგის ბიუროკრატებისაგან, მხოლოდ ჰაერია, რადგან მათ რაღაცნაირი ძირეული გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ. აი 2026 წელი შემოდის და მე ვისურვებ, რომ ჩვენი ერის კონსოლიდაცია უპირველესად მოხდება ჩვენი ინტერესების ირგვლივ და ჩვენი ინტერესები უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ წარმატებულად შევძლოთ ახალ მსოფლიო წესრიგში თავის დამკვიდრება. მოკლედ, გისურვებთ მშვიდობას და გისურვებთ სტაბილურობას.